მოგესალმებით ყველას. მაესტროს ეთერში შოუ ბიზნესის დრო დადგა. ეთერში პროგრამა ინფორმატორი. ყველასათვის კარგად ნაცნობი კახა ბაკურაძე მაყურებლის წინაშე ამჯერად იმ ნამუშევრით წარსდგება, რომელსაც წლების მანძილზე ემიგრაციაში მყოფი ქმნიდა თავის მეგობრებთან ერთად. დეკემბრის თვეში სამეფო უბნის თეატრში პრემიერაა დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ლაბირინთი, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში დადგმული პანტომიმური ნოველებისაგან იქნება შემდგარი. ასე რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება ნახოს თუ რას აკეთებენ და რას ქმნიან ქართველები საზღვარგარეთ. ეს არის რაღაცა ემიგრაციაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩვენი შემოქმედება და მინდოდა რომ მენახებინა ჩვენი მაყურებლისთვის. გქონდა ამის საშუალება, მე ემიგრაციიდან დავდიოდი ხოლმე, ჩამოვდიოდი და რაღაც პატარ-პატარას თამაშობდი, მაგრამ რაღაც მთლიანობაში ეს მაინც არ გამოგვდიოდა ისე რომ ფართო მაყურებლისთვის გაგვეცნო და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ რაღაც ესე შეგვეკრა რეპეტიციის სახე მიმეცა ამისთვის და მაყურებლის წინაშე საზღვარგარეთ იმითი თუ რას აკეთებენ ქართველები საზღვარგარეთ რა. ესეთი სპექტრია რა, ხვდები ბევრი სხვადასხვა ტიპები აქვს. წეგნ რო თქვი რა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მუსიკამ, სხვადასხვა ასოციაცია გამოიწვია და ასე დაიდგა რა. ვაჟა-ფშაველას თამაშობ, ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძლის სურათებს თამაშობ, ესე შეიძლება ითქვას და ოძელას მუსიკაზე არის ეს ყველაფერი რა გაკეთებული. თან საინტერესოა კახასთან მუშაობა, ესეთია. ჩვენი სულია და ყვინი რა. უფრო მეტია ვიდრე რეჟისორი ჩვენთვის. რაღაც სულის მეგობარია და ისე ვაწყობთ სპექტაკლს, რომ ძალიან საინტერესოდ ხდება ეს მომენტი რა. შემოქმედებით იმას გგზნობთ უყალანი რა, ენერგიას გგზნობთ ძალიან ბევრს, როცა მუშაობთ და ეს საინტერესოა ძალიან. ალბათ საინტერესო იმიტოა რომ ამ სპექტაკლში არის რამოდენიმე ნოველა რა და რაღაცა 5-6 წუთის წინ თუ შენ თამაშობ შექსპირს, რაღაცა 5 წუთის შემდეგ თამაშობ ვაჟა-ფშაველას, სტუმარ მასპინძელს. ალბათ ამით არის უფრო საინტერესო. თბილისში კიდევ ერთი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს ოქროს ვარდი ეწოდება და მსგავსი სახით პირველად ტარდება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები იმედოვნებენ, ასეთი კონკურსები ხელს შეუწყობს ქართული სიმღერისა და საერთოდ კულტურის პოპულარიზაციას და შოუ ბიზნესის განვითარებას. ასე რომ თუ კი პირველი მცდელობა გაამართლებს, ფესტივალი ოქროს ვარდი ვარდობის თვეში, მაისში კვლავ გაიმართება. ფესტივალში წარმომონაწილეობას ღებულობს ინდონეზიის წარმომადგენელი, რომ ინდონეზია ქვეყანა, რომელსაც საქართველოს არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, SNG-ს ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი, ასე შემდეგ, იგივე ამერიკის შეერთებული შტატები, ალან როი სკოტი, სელინ დიონის, გლორია სტეფანის საკმაოდ ცნობილი კომპოზიტორი, სლავიანსკი ბაზარის პრეზიდენტი რადიო მიხალოვიჩ ბასი და ასე შემდეგ. ასე რომ ფესტივალი ამ ხრივ, როგორც აღნიშნე, გეოგრაფიულ თვალსაზრისით ძალიან წარმომადგენლობითია და იგივე შემიძლია გამოცხადო მონაწილეობის ვოკალურ მონაცემებს. საერთაშორისო ფესტივალში პირველად ვიღებ მონაწილეობას და მე ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი მე მომცემს, რა ვიცი, ყველაფერს კარგს რა და დიდ გამოცდილებას მივიღებ მე ამ ფესტივალისგან. თავისუფალ თეატრში სეფას ბიჭების ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ასე ჰქვია დედა. ეს ჯგუფი ყოველთვის ასოცირდებოდა ბატონ ედუარდ სეფაშვილთან და პრეზენტაციაც სწორედ მის ხსოვნას მიეძღვნა. სიმღერის არანჟირება თავისუფალი თეატრის ხმის რეჟისორს კოტე მალანიას ეკუთვნის, ხოლო ვიდეორგოლის იდეის ავტორი გოჩა კაბანაძეა. იმედია ჯგუფის ახალი ვიდეო ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც წინა კლიპი, ყოველსათვის კარგად ცნობილი ჟანეტ, რომლის სახელით სავარაუდოდ სეფას ბიჭების პირველ ალბომს დაერქმევა. თვითონ ეს სიმღერა როდესაც გაკეთდა, ძალიან გვინდოდა რომ ამაზე კლიპი გადაღებულიყო და გოჩა კაპანაძე მოგცა ძალიან საინტერესო იდეა ამ კლიპის ძირითადი მოტივების შესახებ, ძირითადი კონცეფციის შესახებ. საკმაოდ განსხვავებული თემა, სხვა სიმღერებისგან და სხვა თემატიკის განსხვავებით, რომელსაც ჩვენ ვღერივართ. ძირითადად ჩვენი იმიჯი რაც არის გიტარები, ძირითადად გიტარებს მიყავს სიმღერა, რა თქმა უნდა, ვოკალებიც არის რაღაცა ვოკალურადაც გამდიდრებული. არანჟირება და სიმღერა აბსოლუტურად ყველაფერი არის კოტე მალანიასი.
ამ თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და ცოცხალი გიტარები ჩვენს მიერ დადებული. დღეს აი აქ არ იქნება ტრადიციული პრეზენტაცია, აქ იქნება პატარა კონცერტი, რომელიც აი ვიდეოს, ახალ ვიდეოსაც უჩვენებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ იქნება ძველი ვიდეოებიც, იქნება ბატონი ედუარდის გახსენება, იქნება ჩვენი ცოცხალის შევასრულებ სიმღერებს და რა ვიცი, მე მგონი სასიამოვნო შეხვედრა გამოვა და სასიამოვნო საღამო გამოვა. ის რომ ქართული კულტურული ძეგლები ჩვენ საზღვრებს გარეთაც არსებობს, ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც ტრადიციულად მისდევენ ქართულ ადათ-წესებს და უფრო მეტიც, ქართული კულტურის შენარჩუნებაზეც კი ზრუნავენ. ესენი არიან წლების და შესაძლოა საუკუნეების წინ საქართველოდან წასული ქართველები, რომლებიც დღეს ისტორიულ სამშობლოში იმყოფებიან, რადგან თბილისში გაიხსნა ერთკვირიანი ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალი ერთი კვირა გაგრძელდება და მისი პროგრამით გათვალისწინებულია ბევრი კონცერტი თუ გამოფენა. ერთ-ერთი ასეთი გამოფენა გაიხსნა გალერეა კოპალაში, სადაც ისრაელში და საინგილოში მსხოვრები ჩვენებურების ნამუშევრები გამოიფინა. არის ისრაელის გამოფენა. რაც არ უნდა საოცარი იყოს, აი, მართლმადიდებლური ჯვარიც კი არის, ხედავთ წმინდა ნინოს ჯვარი. ჩამოიტანეს ეს ნამუშევრები ახალგაზრდა მხატვრებმა. თქვენ ახლა გვარებს წაიკითხავთ, ეს ნანა ფეიქრიშვილის ნახელავი გახლავთ და გვაქვს აგრეთვე საინგილოს წარმომადგენლების აიქითა დარბაზში ნახავთ ალბათ ექსპოზიცია ძალიან საინტერესო ნაქარგობები მხატვრული ტილოები ფერეიტნელი ალი ასლანიშვილისა მე დავიწყე ფერწერით საერთოდ მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ფერწერამ გამიტაცა 15 წლის ასაკში და უკვე ისრაელში ჩასვლისას მივხვდი, რომ უფრო მიტაცებს გრაფიკული დიზაინი და ჩემი პროფესიით ხა ვაკეთებ ტიპოგრაფიას და აგრეთვე ილუსტრაციას. აქ ამ გამოფენაზე მაქვს წარმოდგენილი ილუსტრაციები, რომელიც გავაკეთე გერმანიაში, სერიული ნამუშევრები, პორტრეტი და საშიშროება სახლში. მოხარული ვარ რომ ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა სახელმწიფომ მოიცალა იმ ხალხისთვის, რომელიც არიან გაბნეული ჩვენ საზღვრებს მიღმა, ზოგი ჯგუფი წლების და საუკუნეების განმავლობაში იყვნენ მივიწყებული ერისგანაც და ღვთისგანაც.